სული აგრესიის განმეორება. ვაშინგტონი გამოიყენებს რუსეთზე ზემოქმედების ყველა დიპლომატიურ საშუალებას, რათა რუსეთის ხელმძღვანელობამ ხელი აიღოს საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის გეგმაზე. სატელეფონო საუბარი შედგა გორდონ ბრაუნთანაც. ლონდონი კვლავ ადასტურებს, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს თავი შეიკავოს სამხედრო აგრესიისგან. დიდი ბრიტანეთი ბოლომდე ერთგული დარჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისადმი და არასდროს შეეგუება მისი სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობას. საქართველოს ხელისუფლება ყველა დიპლომატიური არხებით ცდილობს სოფლიო თანამეგობრობას გააგებინოს თუ რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა. და სულ ცოტა ხნის წინ საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა ჩრდილო კავკასიის ყველა სამხედრო შენაერთსა და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ზალებში. საბრძოლო მზადყოფნაშია რუსული არმიის ნაწილები სომხეთში, რუსული მილიცია ჩრდილო კავკასიაში ყაზარმულ რეჟიმზეა გადასული. დაიწყო სამხედრო წვრთნები, რომელთა მიზანია ახალი რუსული შეიარაღების ადაპტირება. ასევე ამ წუთისათვის უკვე შეიძლება დავადასტუროთ, რომ მობილიზებულია ქართული არმია. მიმდინარეობს თბილისის საფორტიფიკაციო ნაგებობების გამაგრება. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ხდება ქართული არმიის შენაერთების და მძიმე ტექნიკის თბილისის მიმართულებით პერედისლოკაცია. თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე გადაადგილების შესახებ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. და ეს წუთია ცნობილი ხდება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოში ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო. გთავაზობთ განცხადებას, რომელსაც რუსული არხები ამ წუთებში პირდაპირ ეთერში გადასცემენ. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთი ვალდებულია, რომ მიიღოს გადამწყვეტი ზომები იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს რეგიონალური მშვიდობა და ჰარმონიული განვითარება კავკასიის ხალხებს შორის. ჩვენ ხედავთ, რომ ხალხის სურვილი, მათ შორის რუსეთის ასობით ათასი მოქალაქის, აფხაზეთისა და ოსეთის მთავრობების, ასევე ქართული პოლიტიკური ლიდერების ყველაზე პროგრესული ნაწილის სურვილი არის მშვიდობა და თანამშრომლობა. დღეს ამის განხორციელებას მხოლოდ ერთი ადამიანი, სააკაშვილი უშლის ხელს. იგი ყველაფერს აკეთებს, რომ რეგიონი მუდმივი დაპირისპირებისა და გრევის ქაოსში იყოს ჩათრეული. იგი არის ტერორისტი და წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს კავკასიის ხალხებისა და მთელი რეგიონისათვის. ჩვენ გვინდა მშვიდობა და თანამშრომლობა კავკასიის ყველა სახელმწიფოსა და განსაკუთრებით საქართველოსთან. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ძმობა სააკაშვილისნაირმა პოლიტიკურმა გვამებმა დაანგრიონ. ამიტომ ამ წუთებში იწყება სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზანია სააკაშვილის ტირანიისგან საქართველოს გათავისუფლება და რეგიონში მშვიდობის საბოლოოდ დამყარება. ჩვენ არ მივდივართ ქართულ ხალხთან და ქართულ არმიასთან საბრძოლველად. რაც უფრო ნაკლები იქნება წინააღმდეგობა, მით უფრო მალე დამყარდება მშვიდობა და გათავისუფლდება ჩვენი მოძმე რეპრესირებული ქართველი ერი. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს იყო მედვედევის განცხადება, რუსეთმა საქართველოში ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო და ეს წუთი ამატყობინებენ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ყველა სამთავრობო შენობა ევაკუირებულია. მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმყოფება, თუმცა მისი კონკრეტული ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებულია. და როგორც საზღვრის დაცვის პოლიცია იტყობინება, სომხეთში დისლოცირებულმა რუსეთის სატანკო ბატალიონმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და დედაქალაქისაკენ მოემართებიან. რუსული რეგულარული არმია თბილისისაკენ ახალ გორიდანაც დაიზრა მოზდოკის ავიაბაზიდან უკვე აფრინდა რუსული ავიაცია, რომელმაც საქართველოს საჰაერო სივრცე უკვე დაარღვია. ეს ამ წუთებში გავრცელებული ინფორმაციაა. საქართველოში ინტერვენციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოსკოვში განცხადებები გაკეთდა, როგორც მოსალოდნელი იყო ანტიქართულად განწყობილმა პოლიტიკოსებმა მედვედევის გადაწყვეტილება მოიწონეს, თუმცა მოსკოვში დღეს საქართველოს დამცველი განცხადებებიც გაკეთდა. ძალიან მალე ქართველი ხალხი ეღირსება თავისუფლებას სააკაშვილისგან და დაიწყება მშვიდობა და თანამშრომლობა რუსეთთან. ამიერიდან საქართველოში აღარ იხმარენ სიტყვა ოკუპაციას, სიტყვა იმპერიას და სიტყვა ნატოს. სამაგიეროდ იქნება სიტყვები ძმობა, ერთობა და ახალი სიტყვა კონფედერაცია. ეს ახალი სიტყვა კი დაეფუძნება კიდევ ერთ ყველასათვის მისაღებ სიტყვას, თვითგამორკვევა. ნოღაიდელმა და ბურჯანაძემ საქართველო გადაარჩინეს, გაუმარჯოს ახალ საქართველოს. აბა რა ეგონა სააკაშვილს, მაგას ეგონა, რომ რუსეთის გარეშე ააყვავებდა საქართველოს, ძალიან ცდებოდა. საქართველო რუსეთის პროვინცია იყო და იქნება სამუდამოდ. მხოლოდ ამ პირობით შეიძლება მისი განვითარება. ის რაც საქართველოში ხდება 1921 წლის გამეორება. ეს არის რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, რის გამოც რუსეთი უნდა დასაჯოს მსოფლიომ. იგი უნდა გარიცხონ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან და უნდა მოაქციონ სრულ ბლოკადაში.
რუსეთი დიდი ხანი გეგმავდა საქართველოს წინააღმდეგ ამ საშინელებას და მიაღწია იმას, რაც უნდოდა. მთელი რუსული სახელმწიფო მანქანა მიმართული იყო საქართველოს დასასჯელად, რადგან მან დემოკრატიის გზა აირჩია და პატარა საქართველომ ვეღარ გაუძლო. საქართველო უახლოვდებოდა ევროპულ სტანდარტებს. იგი ჯიუტად ცდილობდა თავი დაეღწია რუსული იმპერიის მარწუხებიდან და ახერხებდა კიდეც ამას, მაგრამ რუსეთმა ყველა ღონეს მიმართა. მიხვდა რა, რომ მარცხდებოდა, განიზრახა საბოლოოდ დაეჩოქებინა და გაენადგურებინა ქვეყანა. მე შეგახსენებთ, რომ ეს იყო განცხადებები მოსკოვში გაკეთებული, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გაკეთდა, მას შემდეგ რაც რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ჩაატარა სპეციალური ბრიფინგი და მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში ინტერვენციის შესახებ. და უახლესი ინფორმაცია, რომელიც ეგრეთ წოდებულმა სახალხო მთავრობამ მოგვაწოდა საქართველოს სხვადასხვა სამხედრო ბაზებიდან თბილისისკენ მომავალი საქართველოს შეიარაღებული ძალების და მძიმე ტექნიკის კოლონიას 3 ბატალიონი გამოეყო. მათ უარი განაცხადეს თბილისში სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის დასაცავად ჩამოსვლაზე ათავდნენ მძიმე ტექნიკის ერთეულითა და რამდენიმე საარტილერიო დანადგარით მათ ტრასიდან გორისკენ გადაუხვიეს და განაცხადეს, რომ ამერიდან სახალხო მთავრობას ემორჩილებიან, მათ გორში დაელოდებიან და მათთან ერთად გააგრძელებენ ბრძოლას საქართველოს სააკაშვილისაგან გასათავისუფლებლად. სახალხო მთავრობის წევრები ცხინვალიდან გორში დაბრუნდნენ და მიესალმნენ მათ დაქვემდებარებაში გადასულ ჩენაერთებს. მათთან მისამობის დროს ბურჯანაძემ მათ მადლობა გადაუხადა ამ პატრიოტული არჩევანისათვის და მოუწოდა მთელ შეიარაღებულ ძალებს აღარ მიიღონ მონაწილეობა სააკაშვილის ავანტიურაში, რომლის მიზანია მხოლოდ მისი სკამის გადარჩენა, ხოლო ქვეყანას განადგურებით და დიდი სისხლისღვრით ემუქრება. და ინფორმაცია მოდის ამერიკიდანაც საქართველოში რუსულ ინტერვენციასთან დაკავშირებით განცხადება კეთდება ერთ სახლში ბარაკ ობამა, რომელსაც აკეთებს განცხადებას, რომელსაც პირდაპირ ეთერში ვთავთ. Good afternoon, everybody. რუსეთის მოქმედება მიუღებელია. ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამ მოქმედებით რუსეთი საკუთარ თავს უქმნის საერთაშორისო იზოლაციის რეალურ საფრთხეს. კატეგორიულად მოუწოდებთ მოსკოვს დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო კამპანია სუვერენული მეზობლის წინააღმდეგ. ეს იყო ობამას განცხადება, რომელმაც მოსკოვის სამხედრო კამპანიის შეჩერებისკენ მოუწოდა. ჰილარი კლინტონი კი მოსკოვში გაემგზავრა მედვედევ პუტინთან შესახვედრად, უკვე ჩავიდა პრეზიდენტი სარკოზი, რომელსაც ამ დრომდე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. და ცოტა ხნის წინ პოლონეთის, ბალტიისპირეთისა და ჩეხეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ამ უძიმეს წუთებში საქართველოს სჭირდება თანადგომა, რადგან ახალი მსოფლიო წესრიგის ბედი დღეს საქართველოში წყდება. თუ საქართველოს დავთმობთ, რუსეთი ხვალ ჩვენ გამოგვადგება. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ჩავფრინდეთ თბილისში და კიდევ ერთხელ ცოცხალ ფარად დავდგეთ საქართველოს სუვერენიტეტის გადასარჩენად. აღმოსავლეთ ევროპელი ლიდერების თვითმფრინავები უკვე ჰაერში იყვნენ და თბილისისკენ მოფრინავდნენ, როდესაც პირველი რუსული საავიაციო დარტყმები განხორციელდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და ბაზიანის სამხედრო ბაზაზე. ეს ინფორმაცია სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ასევე დაიბომბა 31 ქარხნის ტერიტორია და ასაფრენი ბილიკი, ფოთის, სპორტის, საქაერო ნავიგაციის რადარები, საკომუნიკაციო ცენტრები, ჭურვები ჩამოვარდა სენაკისა და გორის სამხედრო ბაზაზე. ამ ინფორმაციას ამ წუთებში ვიღებთ. ქრონიკისათვის სულ ახლა ხდება ცნობილი. და ეს წუთი ვრცელდება პრეზიდენტის წერილობითი მიმართვა ქართველი ერისადმი. განოდა ძმანო, ჩვენი ქვეყანა დიდ განსაცდელშია, ჩვენს დამოუკიდებლობას ისევე ემუქრება დაუნდობელი იმპერია. ახლა არის დრო ყველა ქართველმა ვიგრძნოთ თუ როგორ ვჭირდებით სამშობლოს. ჩვენი დიდი წინაპრები უფრო დიდ განსაცდელებში ახერხებდნენ სამშობლოს დაცვას. ჩვენს ქვეყანას უფრო დიდი სირთულეებიც გადაულახავს. ამჯერადაც შევძლებთ გამარჯვებას, ჩვენ ვერაფერი გაგვტეხს. ჩვენ არ დავნებდებით. დიახ, არსებობენ მოღალატე ქართველებიც, მაგრამ მათი ღალატი ვერაფერს დააკლებს პატრიოტი, თავდადებული, ამაყი ქართველების მრავალმილიონიან არმიას. რუსეთი ვეღარ შეძლებს საბჭოთა კავშირის აღდგენას 21 საუკუნეში. რუსეთის მცდელობა განწირულია კრახისთვის. თავარია ჩვენ ახლა არ დავნებდეთ და გავუძლოთ მათ შემოტევას. მთელი მსოფლიო ჩვენს გვერდითაა, უსამართლობა ვერ იზეიმებს. ჩვენ განზრახული გვაქვს, რომ არც ერთი ნაბიჯი უკან არ გადავდგათ. ვიბრძოლოთ ბოლომდე, ყველა ქუჩისა და ყველა სახლისთვის. მე არ დავტოვებ თბილისს და თქვენთან ერთად ვიბრძოლებ, მანამ სანამ მტერი არ იქნება აქედან გაძევებული. ჩვენ ვაჩვენებთ მტერს, რომ საქართველოსთვის გულის ამოგლეჯვა შეუძლებელია, რომ ერი დაუმარცხებელია. ამიტომ მოუწოდებ ყველა პატრიოტ ქართველს დადგეს ქართულ არმიასთან ერთად თავისუფლების და ღირსების დასაცავად, რათა